მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მუსლიმებო, ჩვენი პეიღამბერი შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამი ბრძანებს, რომ მუმინის ძმა არის, ანუ მორწმუნის ძმა არის. ელ მუმინუ ახულ მუმინი. Hadis şerifçi ჩვენი პეიღამბერი სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამი ასეთნაირად ბრძანებს. მუმინი მორწმუნის ძმა არის. აქედან გამომდინარე, ყველანი ვალდებული ვართ, ვინც ვიცით გვესმის იმ თემებთან დაკავშირებით, ერთმანეთს ჩვენი ცოდნა გაუზიაროთ. ალლაჰუ თაალა ჯასიეს სურა უნდა იყოს. ჯასიეს სურას მე-18 აიათი კერიmeში ასეთნაირად ბრძანებს. სუმმა ჯაალნაკა ალა შარიათინ მინალ ამრი ფატტაბი'ჰა ვა ლა თаттაბი' აჰვა'ალლაზინა ლა ი'ალამუნ. ჰაბიბი მაჰმედ, რასულუ ია მუჰამმედ, შენს მიმყოლებს, შენს უმმეთს უთხარი, აწოდინე და შენაც რომ მე თქვენი წასასვლელი მისაყოლი გზა გაგიჩინეთ, დაგაყენეთ, თქვენ მისაყოლ გზაზე დაგაყენეთ, ფარძებიდან, აკრძალულებიდან იმათ მიჰყევით და შეასრულეთ. ველა თეთბია აჰვა'ალლაზინა ლა ი'ალამუნ. იმათ გზას ნუ დაადგებით, იმათ გზას ნუ მიხვებით, ვინც რომ არ იცის, არ გაეგება, არ არის განათლებული ისლამურად, ზოგადად რელიგიურად, იმათ გზას ნუ მიხვებით ბრძანებს. რადგან თუ ჩვენ არასწორ გზას მიხვებით, არასწორ გზაზე მიყოლა, ჩვენ არასწორ ადგილას მიგვიყვანს. ჩვენ დანიშნულების ადგილას, ანუ ალლაჰუ თაალასთან არ მიგვიყვანს, არ დაგვაახლოებს. ძალიან მოკლედ მინდა შემოვიფარგლო, ჩემო ძვირფასებო, მოგეხსენებათ სამთვეულები დადგა. რეჯები, შააბანი, რამაზანი. ალლაჰუმმა ბარიკ ლანა რეჯებ ვა შააბან ვა ბალიღნა რამაზან. ხშირ-ხშირად ვიკითხოთ. ალლაჰუ თაალა ინშაალლა ყოველივე ჩვენთაგანს სულით, გულით, იხლასით, გულწრფელად ამ თვეების იბადეთით, ღვთისმსახურებით გატარება შეგვაძლებინოს, ნასიბი გიგვიხადოს ინშაალლა. მაგრამ ამის ერთად წუხელი ძალიან ბევრმა მუსლიმანმა აღნიშნა ის არამუსლიმური ტრადიცია, რომელიც რომ ჩვენ საერთოდ არ გვეკუთვნის. ჩვენთან შორიდან ახლოდან არანაირი კავშირი არ აქვს ისლამთან, მუსლიმანობასთან, მხოლოდ ერთი კალენდრის ჩამოღებით და მეორე კალენდრის ადგილზე დადებით, დაკიდვით, რომ შემოიფარგლება ის დღე ჩვენმა სამწუხაროდ მუმინმა ძმებმა ძალიან სხვანაირად, ასე ვთქვათ, შეხვდნენ და აღნიშნეს. ეს ძალიან დიდი ცოდვა არის. ჩვენ თქვით, რომ ჩვენი პეიღამბერი სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამი ასეთნაირად ბრძანებს, ლეისა მინნა მენ თაშაბაჰა ბიღაირინა. ვინც ჩვენ არა და სხვას დაემსგავსება, ის ჩემიდან არ არის, ის მათიდან არის ბრძანებს. ალლაჰუ თაალამ დაგვიფაროს ინშაალლა. ალლაჰუ თაალა ყურანი კერიმში ამასთან დაკავშირებით მოკლედ თქვათ, ასეთნაირად ბრძანებს, ვა ინნა შირკა ლა ზულმუნ აზიმ. ყველაზე დიდი ცოდვა ამ ქვეყანაზე, ყველაზე დიდი ცოდვა შირკია, ძვირფასო მეგობრებო. შირკი რა არის? რაიმეს ან ვინმეს ალლაჰუ თაალაზე გატოლებას ნიშნავს. როდესაც გადავხედავთ ის დღესასწაული, რომელიც რომ აღინიშნა, ის რას ემსახურება? შირკს ემსახურება. შირკს ემსახურება, რადგან ეს წლის დასასრული და წლის დასაწყისის აღნიშვნა არ არის შობა ახალ წელს, ანუ ღმერთის გასამებას, იმ მეგობრების რწმენით, ღმერთის შვილის, ძე ღმერთის დაბადებას ემსახურება. შენ, ეი მუსლიმან, ამბობ რომ ღმერთი ერთია, ყველაზე კარგად კითხულობ და იცი სურა იხლას, ყულ ჰუალლაჰუ აჰად, ამბობ რომ ღმერთი ერთია. ენით ამბობ, მაგრამ საქმით ამტკიცებ და ამბობ რომ ეთანხმები რომ მე თქვენ გეთანხმებით,
ღმერთს შვილი ჰყავს, ძე ღმერთი ჰყავს. ეს ამას ნიშნავს, შენ რამდენადაც ეს გინდა უარყო და ენით უარყო, შენი საქციელი ამას არ წმუნოს. ამიტომ ვა ინნა შირკა ლაზულმუნ აზიმ, ეს ძალიან საშიში ტრადიციებია. ადამიანის სიცოცხლეს მის მიერ გაკეთებულ მთლიან ხაირო ჰასანატს ნოლზე დააჯენს. ფაჰაბიტატ ა'მალუჰუმ, ნანგრევი წარმოვიდგინოთ, სასახლე რომ დენგრევა და ნანგრევი დარჩება. დღემდეს მადლებით აშენებული ჩვენი ეს სასახლე დაინგრა და ამ წუთში მხოლოდ ნანგრევები გვაქვს. ძალიან მებრალებიან ის მუსლიმები ჩვენი ოჯახიდანაც, ჩვენი ნათესავებიდანაც ძალიან ბევრი არიან, მაგრამ ჩვენ რა შეგვწევს ნუჰ ალეიჰისალამმა მის შვილს, საკუთარ შვილს, როდესაც ღარომ ველა ია ბუნაიარკამ მა'ნა ვა ლა თაკუნ მინალ კაფირუნ. მოდი შვილო, დაჯეკამ გემზე, წარღვნა უნდა მოხდეს, ვერ გადარჩები. იმანთას შეხედა, თის სიმაღლესენდო თქვა რომ ამ სიდამლიდან ამ სიმაღლეზე წყალი როგორ ამოვდა, თქვა რომ სეავი ილა ჯებელინ იასიმუნი მინალმა, იმ მაღალ მთაზე ვარ, იქ წყალი ვერ ამოვდა გადარჩებიო, მაგრამ ალლაჰ თაალამ ლა ასიმელიო. დღეს ვერ გადარჩები, დღეს გადარჩენის დღე არ არისო, ილა მა რაჰიმა რაბბი. ხოლოდ ვინც რომ ალლაჰ თაალამ შეიწყალა, ანუ ვინც რომ ალლაჰი ირწმუნა, ალლაჰ თაალამ ისინი შეიწყალა ძვირფასო ჯემაათი მუსლიმინ. ესეც ისეა. ჩვენ ძალიან გშურს, წინს უпроსორად, ძალიან წინს რომ ეს ჩვენი ნათესავები თუნდაც დინი ძმები ამ ცუდ ტრადიციებს ემსახურებიან. վել ჰასილ კელამ ამის ერთად მეორე განსაკუთრებული თემა მინდა აღვნიშნო, რაც ეხება ფერხებას, ასე ვთქვათ, მიფერხავო იტყვიან. რას ნიშნავს ფერხება? ამ ცუდი დღის შემდეგი მეორე დღე, ანუ 1 იანვარს თურმე ვინც სახში შამოვა, ის თუ კაი ფეხის არის, კაი წელი იქნება. თუ ცუდი ფეხის არის, ცუდი ფეხისა იქნება და ცუდი იქნება. ამიტომ ისლამი სტუმართ მოყვარეობით ცნობილი ეს დინი როგორ ვარეზილებთ და როგორ ვარცხვენთ, როგორ ვლახავთ სახელს ძვირფასო მეგობრებო. ბევრი ადამიანი ვიცი, ჩემი ამ ორი თვალით მინახავს, ყურით გიმიგონია რომ ოღონდ ვინმე არ შემოვდეს დილაზე, ბევრს ცხოველი შეუყვანია, ძაღლი შეუყვანია, კატა შეუყვანია, რატომ კატამ მიფერხოს? ძაღლი, კაი ძაღლი მყავს, ძაღლმა მიფერხოს. ზოგს საქონელიც კი შეუყვანია სახში. ძვირფასო მეგობრებო, რა საცოდაობა არის, რა ცუდი მდგომარეობა არის, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც არის, კიდევ დავამატოთ რომ ზოგიერთი მეგობრები ორ შაბათ ფულის გაცემა არ შეიძლება ცოდვა არის, 4 შაბათ თუ მივცემ 4 ფეხასთვის, ანუ პირუტყვისთვის არ შეიძლება ცოდვა არის, ჯუმა დღეს თუ მივცემ ჯუმა დღეს ხელი გახობა, როგორ გეკადრებათ? ყველაზე ძვირფასი დღე ჯუმის შემდეგ ჯერ პირველ რიგში ჯუმა არის. ჯუმა დღეს გაცემული სადაყა ძალზე ძვირფასია და ჩვენ ყოველივე მუსლიმანს პირიქით მოგვიწოდებს ალლაჰუ თაალა რომ ყოველთვის სიკეთის მქნელი ვიყოთ. 100 მეტ აეთი კერიმეში ინფაყიდან, ანუ გაცემაზე მოგვიტყობს ალლაჰუ თაალა და საჯენნეთო ხალხის თვისებებს როდესაც თლის, ასეთნაირად ბრძანებს რომ ვაფი ემვალიჰიმ ჰაყუნ ლისაილი վել მაჰრუმ. მათ ქონებაში ყველა გაჭირვებულისთვის თუ მომთხოვნისთვის წილიც იყო, აძლევდენო ბრძანებს. როდესაც ჩვენ ასეთი აეთი კერიმე ძალზედ ბევრი გვაქვს, ჩვენ როგორ უნდა ვიქცეოდეთ? ჩვენ დღეებს ვაკანონებთ რომ ამ დღეში, იმ დღეში ასე ისე არ შეიძლება ძვირფასო ჯემაათი მუსლიმინ. მაგრამ არსებობს ირადეი ჯუზიე, როდესაც ადამიანს ძვირფასო მეზობლებო, მეგობრებო, ნათესავებო, მორწმუნეებო ამის წამს ალლაჰუ თაალა, რადგან ადამიანი გამოცდაზეა წაღანერად გვით ჩვენ გზაზე დაგვაყენა, გვიჩვენა სწორის და არასწორის, თუ სწორს ახვალ სწორის სამებრ შენ მიზეზს გაგიჩენს და ალლაჰუ თაალა იმის მიხედვით გასამსჯელოს ან სასჯელს მოგცემს. ცუდით თუ წახვალ, იქაც ანალოგიურად ცუდ გზას თუ დაადგები, იმის მიზეზსაც გაგიჩენს, რადგან ადამიანი თავისუფალი არსება არის, რომელიც რომ ამ ქვეყანაზე გამოცდის მიზნით არის მოსული და ჩვენ აქ გაკეთებულების სამებ პასუხი უნდა ვაგოთ. ამიტომ ალლაჰუ თაალა იმ ცუდსაც მოგცემს, გიჩენს თუ ისურვებ, შენ თუ იმას დაიჯერებ რომ ისეა, ალლაჰუ თაალა შენ იმას ისე გაგიჩენს, რადგან შენ იმის გჯერავს, შენ იმ ცუდს არასწორს იჩევ, მაგრამ ახირეთის დღე როდესაც იქნება და მის წინაშე რომ ხვალ, ცოდვა მადლი რომ
გეირჩევა და როდესაც ალლაჰ თაალა ასეთნაირად შეგეკითხება يا أيها الإنسان ما غرك بربك الكريم راناخه იმ ქვეყანაზე ისეთი რამაც რომ ალლაჰ თაალა შენი გამჩენი ალლაჰი დაგავიწყა მის გზას აგაცდინა შენი გამჩენი ალლაჰი გასვალე ასე რომ თქვა რომელმაც რომ ხალაყაკ ფესავაკ ფაადალაკ გაგაჩინა გაგალამაზა გაგაწონა სორა ამ სასურველ ფორმაში მოგიყვანა ამ ყველამფერი მომცემი ალლაჰი როგორ დაივიწყე რანახე ამ ქვეყანაზე ისეთი ალლაჰ თაალა რომ ამ კითხვას დიგვისვამს მაშინ ჩვენი გაკეთებული ფერხების საქმეები გამოჩნდება ზოგადად ასეთ სრულწმენებს ნუ მივხვდებით ძვირფასო ჯემაათი მუსლიმინ ეს ადამიანის რწმენიდან გამოიყვანს რწმენის ფაქტორებიდან არის ძალზედ საშიშია ყოველ დღეს მიიცემა ორ შაბათსაც მიიცემა სამ შაბათსაც მიიცემა ოთხ შაბათ ხუთ შაბათ ყველიც მიიცემა კარაკიც მიიცემა პროდუქტი ყველანაირი მიიცემა ფულიც მიიცემა ძვირფასო ჯემაათი მუსლიმინ ძვირფასო მეგობრებო ამ სრულწმენებს ნუ ავხვებით ფერხება არ არსებობს ისლამში მასეთ სრულწმენებს ნუ ავხვებით ძვირფასო მეგობრებო ალლაჰ თაალა ჩვენ თავი უყვარს მას ჩვენი თავი ებრალება უნდა რომ მისი რაჰმეტით მისი ჯენნეთით დავჯილდოვდეთ მაგრამ ჩვენ ძალიან ვეცდებით ყველანაირ ენერგიას ვხარჯავთ რომ იმ რაჰმეტიდან შორს ვიყოთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს მუსლიმანების რწმენაში მუსლიმანების აქაიდში არ შედის იბადეთში ღვთისმსახურებებში ადგილი არ აქვს არ შედის ალლაჰ თაალამ ყველა ამ ცუდი რწმენისგან დაგვიფაროს და შორს გვამყოფოს ალლაჰ თაალას სელამი სელამეთი მშვიდობა თქვენზე იყოს კარგ დღეს გისურვებთ სამთვეულები დაიწყო კიდევ ერთხელ რეჯები შარბანი რამაზანი შერიფის თვეები იბადეთით ღვთისმსახურებით ბიქესრეთი სიამ ბევრი მარხვით თეუბე ისტიღფარით გავატაროთ ძვირფასო მეზობლებო ძვირფასო მეგობრებო ძვირფასო ნათესავებო ჩვენო მუმინო ძმებო კარგად ბრძანდებოდეთ